გოგოებო, გაიღვიძეთ! გოგოებო, გაიღვიძეთ! დილამშვიდობისა მერი, აუ დღეს რა კარგად მეძინა, არავის არ გავუღვიძები ვარ, არ ძალინას ყვირილს. დილამშვიდობისა დიანა. დილამშვიდობის? გოგოებო, დღეს ძალიან უცნაურები ხართ. გოგოებმაც გაიღვიძეს. მეგობრებო, გოგოების მაგივრად უკვე მე მწონია, რომ ასეთები არიან. მე კიდე იმის მწონია, რომ ისევ ადამიანი გავხდი. რას იფიქრებს ნასია, როცა გაიგებს? კარგად ისუნთქეთ, გოგოებმა იცოდნენ რაშიც ყოფდნენ საკუთარ თავს. წამოდით ახლა და მივესალმოთ ამ დილაუთენია. მოდი ცოტა ხანი დაველოდოთ, შეეჩვიონ თავიანთ ახალ გარეგნობას. ეს რა არის, მე ზიწყება ჩემი თავი, ნეტავისო ზომბი ვიყო. ნასტია, სარკე მომეცი, მე არც ჩავიხედავ. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე უშნოდ გამოვიყურები. აბა მეც მანახე. კარგი ჰუშნო ვარ. გოგოებო, ამ ყველაფერს კარგი მხარეც აქვს. ახლა ჩვენი ბიჭების ნაირები ვართ ზუსტად. ხო, სარკეში ჩაიხედე და მერე თქვი. კარგი, ლამაზად არ გამოვიყურები, მაგრამ ახლა ზაკის ნაირი ვარ. გოგოებო, ეს რა გააკეთეთ? აქ ვიჯექი და ვუყურებდი თქვენი სახეები როგორ გაფერმკრთალდა. მერი, გუშინ უნდა მოგიყვანეთ აზრზე. ხო, რატომ არ დაგვანებებინე თავი? კარგი, ეგ არ გვეხმარება. ნასტია, სუნამო მაინც მომეცი, კარგი სუნი მაინც ამდიოდეს. ხო, და მე ჩემი ყელსაბამი ლამაზად მაინც გამოვიყურებოდა. გოგოებო, რას იზამთ ახლა? გუშინ თამაშობდით ამ თამაშს, გიხაროდათ, კოსნდით, ეხუტებოდით. ახლა მერის ბრალია? მერი მართალი ხარ, ჩვენი ბრალია, ჩვენი ბრალია. შენ არაფერ შუაში ხარ, ბიჭებო! კარგი ბიჭებო, გოგოები გვეძახიან. ახლა მე დანასწიებ როგორ უნდა ვილაპარაკოთ. არ არის საჭირო ისევ ისე ელაპარაკე როგორც ადრე. თუ უყვარ ხარ, არ მიგატოვებს. კარგი ბიჭებო, წავედით. გოგოებო, თქვენი ბიჭები მოდიან. კნობა, გამარჯობა, ძალიან კარგად გამოიყურები. გამარჯობა გოგოებო, გამარჯობა. აბა გოგოებო, გამარჯობა, მოგესალმებით ზომბად ყოფნაში. მადლობა. ძალიან მაინტერესებს, როგორ უნდა ვივარჯიშოთ ასეთი სახით? ხო, მთელ სახლს შევაშინებთ. კარგი, უბრალოდ ვთქვათ, რომ მაკიაჟია. ხო, რა თქმა უნდა, არავინ დაგიჯერებს. რა თქმა უნდა, არავინ დაგიჯერებთ. რა გაუკეთეთ ჩემს მეგობრებს? ჩემს სახლში ნუყვირი. გოგოებო, ახლა ჩვენნაირები ხართ. მორჩა, ახლა ვერავინ ვეღარ შეგეხებათ. ხო, გოგოებო, ახლა ვერავინ ვეღარ გადგენთ. ზიპი სად არის? ზაკ, სახეს რატომ იმალავ? ხო, მუწუკია მოგივიდა? ზიპი საყიდლებზეა წასული და მალე დაბრუნდება. ხო, ვიფიქრეთ, რომ თქვენთვის რამე კარგი საჩუქარი გვეყიდა. ნასია, დღეს სულად გამოიყურები და არ მინდა რომ ჩემი სახე ნახო. რაო? ზაკ, გოგოსავით ნუ იქცევი, გთხოვ. სახეს ნუ იმალა ვიცოდე. გოგოებო, არ ვიცი აქ რამდენ ხანს შევძლებ გაჩერებას, აღარ შემიძლია. ხო და წადი, მოშორდი აქედან, შენ ჩვენიანი არ ხარ. მე როცა მინდა მაშინ წავალ, ახლა ჩემს მეგობრებთან ვარ. ახლა მაღაზიაში უნდა წავიდეთ და მაკიაჟი ვიყიდოთ, რომელიც აი ამ ჩვენს კანის ფერს ეხამება, წავედით. გოგოებო, ხვდებით რომ ახლა SPF 200 უნდა გამოვიყენოთ? ხო, თორემ კანი დაგვეწვება. ჯანდაბად ღიურში უნდა ჩავწერო, რომ ცოტათი შევიცვალე. ძვირფასო ღიურო ძალიან შევიცვალე. ახლა ფერმკრთალი და უშნო კანი მაქვს. იმედი მაქვს დედა ჩემს ისეთი ვეყვარები, როგორიც ვარ. ვაიმე, დამღალეს, რა პანიკიორები არიან. ასე რომ გამეღვიძა, მეც პანიკაში ვიქნებოდი. თავი დაანებე. გოგოების ახალ სახეზე არაფერი ცუდი არ თქვა. ჯანდაბა, ზაკად ასე მოგწონო არ? კი, ძალიან. ზუბშენ? კნობა, მართლა ძალიან გიხდება. საჯანდაბაშია ზიპი. ხო, ყიდულობს რაღაცებს. ზაკ, არ გინდა რომ მაკოცო, რაღაც ცუდად უგრძნობ თავს დღეს. ნასია, მოდი დღეს კოცნა არ გვინდა. ზაკ, ამის უკან ნუ იმალები. რა? ახლა შენ სხვანაირი ხარ, ადამიანი ხარ? ზიპი სად არის? მისი ნახვა მინდა. ზიპი კარგადაა, ისევ ჩვეულებრივად ზომბია. არა, ზაკ, ეს არ არის სამართლიანი, მე ზომბი გავხდი შენთვის და შენ? გოგოებო, ახლა რა ვქნა? ნასი, არ ინერვიულო, ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით და ამ სახლში ერთად ვიცხოვრობთ. მე მაინც მიყვარხარ. ცარიელი სიტყვები, იცი რა ნასტია, ნახავ რომ მიგატოვებს და ვიღაც ჩვეულებრივი გოგო შეუყვარდება. გაჩერდით, ბიჭებო, ეს თქვენ ხომ არ მოაწყეთ? სპეციალურად რომ ჩვენ ზომბები გამხდარიყავით და თქვენ ადამიანები ადგილები გაგვეცვალა? ჯანდაბა, რა საშინელებაა? არა, გოგოებო, მხოლოდ ზაკს გაუმართლა. ის გახდა ნორმალური ადამიანი და ნასია ზომბი. ჩვენს გვინდოდა რომ ადამიანები ყოფილიყავით. და როგორც აღმოჩნდა თქვენ ზომბები გახდით და ჩვენ ზომბები დავრჩით. გასაგებია. გამარჯობა, გოგოებო, ძალიან ლამაზები ხართ. აი ეს ნეკები მოგიტანით.
ზიპ, სამზარეულოში წაიღე. კარგი, შეწყვიტეთ საკუთარი თავების ყურება. ახლა უნდა წავიდეთ და საჭმელი გავაკეთოთ. საჭმელი არ მადარდებს, იმიტომ რომ ზაკი ადამიანი გახდა. კარგი, რანასია წავედით. ხომ იცი რომ უყვარ ხარ. საგიჟეთი აქ. ზიპ, მე რა მომიტანე? საუზ მიიყიდეთ? მასკოთ გოგოები სად არიან? არ ვიცი მეგობრებო, მითხრას რომ მოვიდოდნენ, ასე არასდროს არ იქცევიან. იქნებ იმ საშიშმა არსებებმა არ გამოუშვეს. არა, გოგოები არავის არ უსმენენ. ხوار მივიდეთ და დაუძახოთ. არა, თქვენი კარ უნდა წახვიდეთ, თორემ მე გოგოები სავარჯიშოდ არასდროს აღარ მოვლენ. კარგი, მაშინ კიდე 15 წუთი დაველოდებით და თუ არ მოვლენ, მე ჩვენ დავიწყებთ ვარჯიშს. არა და როგორი იმედი მქონდა, სულ ამოძრავისხი. ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა, ალბათ კარგია რომ არ მოვიდნენ. არა, მოვლენ, თავარია რომ ჩვენ გვჯეროდეს და მოვლენ. გამარჯობა, ბანი სად არის? უკვე წავიდნენ? ხო, ჩვენ სასაუბროდ მოვედით. გომბოშვებო, აქ რასაკეთებთ? ბაჭიები აქ არ არიან, გოგოები დღეს არ მოსულან. რატომ იტყუები? აქ მალო სადღაც არა? ნუ ნერვიულობ, არ ვეჭხუბებით. უბრალოდ გვინდა ვუთხრათ, რომ სადმე სხვაგანი ვარჯიშონ. გოგოებო, მომისმენთ, ბაჭიებს თავი უნდა დაანებოთ. მართლა გომბოშვებო, სადაც მოუნდებათ იგი ვარჯიშებთ. ხო და თქვენი ნებართო არავის არ ჭირდება. ხო, გასაგებია, ახლა წადით. კალათბურთელებო, როგორი უხეშები ხართ. ხო, ჯენტლმენები საერთოდ არ ხართ. რა გინდათ ვერ გავიგე. კარგი, ასეთი ჭკვიანები და თავაზიანები რო ხართ. მეგობრებო, გვაქვს 5 წუთი გავიდა, 10 წუთიც და მერე ვარჯიში დავიწყოთ. თომას დღეს ჩვენი ყველა კლიენტი სტიკერს მიიღებს. რომელი გინდა, ვარდისფერი თუ ლურჯი? არა, მეგობრებო, სტიკერი არ მჭირდება, სად უნდა დავაკრავ. ტომას, გამარჯობა. აბა, როგორ ხარ დღეს? ხო, როგორი ამინდია, კარგი არა? გოგოებო, გამარჯობა, რას შევკვეთავთ? ტომასი ციტრუსის ლიმონადს სვავს. თქვენ ზღვარ გინდათ? ხო, პიცა აის 2 ლიმონათი გაგვიკეთეთ. მგონი ტომასი გვიყიდის, არა? კარგი, 2 ლიმონათი გავუკეთებ. ტომას, როგორი იყო გუშინდელი ექსკურსია გამოქვაბულში? ყვიროდი, რამ შეგაშინა ღამურამ? არა, არაფერს არ მეშინია, უბრალოდ სრიალზე დაპირი იყო და ფეხი გადამიტრიალდა. გასაგებია. შეგეძლო ჩვენთვის დაგეძახა, გიშველდით. ხო, ჩვენ გადამრჩენლები ვართ. ხო, ყველას გადავარჩენთ, ვისაც სჭირდება. გოგოებო. ციტრუსის ლიმონათი. მადლობა, პიცა აის. შოკში ვარ, ეს ვირთხები ტომასზე ფლირტავებიან. ნეტა რა მოხდება, კარინა თუ დაინახავს? ისე კარინა მოდის ახლა. ტომას. თომასი დაკავებულია. კარინა, ტომასი ახლოს გყავდეს, თორემ მოგტაცებენ. კარინა, შეხედე, თომასი მათ ლიმონათებს ყიდულობს. ტომას, რა მაგარი ხარ, არ ვიცოდით ასეთი სასაცილო თუ იყავი. ტომას, შეგიძლია ამაღამ მოხვიდე და საშიშ ფილმს ერთად ვუყუროთ. ვირთხებო, ვერ გავიგე რა პრობლემა გაქვთ, ტომასი თქვენი მეგობარი არ არის. კარინა, შენ არ წყვეტ ვისთანი მეგობრებს ტომასი. ხო, უკვე ჩვენი მეგობარია, არა ტომას? ხო, კარგი გოგოები არიან, მეგობრები ვართ. ამ გოგოებთან საქმის დაჭერას არ გირჩევ. ტომას, როგორ გვეცოდები? ხო, კარინამ შეცვალა. გოგოებო, ტომას არ გადაუხდია თქვენი. თქვენ უნდა გადაიხადოთ. ხვალ, აღარ გვაქვს ქეში. მოკლედ, იმა, ეს არის ჩვენი გეგმა. კოსტა, არ ამგონია გამოგვივიდეს. არა, ყველაფერი გამოგვივა. ხამე, როცა ზომბები დაიძინებენ. კოსტა, ზომბები ხამე არ იძინებენ. კარგი, მაშინ როცა საუზმე იქნებათ, ან სადილი, ან ვახშამი, მივალთ მათ სახთან. ჩვენ მანქანას ჩუმად დავიბრუნებთ და მე ამ გზით ჩვენ სახლამდე მოვალთ. კოსტა და მე რას ვიზამთ? კარგი, მანქანას ავიღებთ და ჩვენ სახლთან დავაყენებთ. მე ზომბები ისევ მოვლენ და უკან წაიღებენ. დიმო ვერ წაიღებენ, იმიტომ რომ მანქანას ფოთლებით და ტოტებით დავფარავთ და ვერ დაინახავენ. კოსტა ძალიან კარგია, მაგრამ მანქანა რა თქუნა, რომელსაც ვერ ვატარებთ. დიმა, რა გჭირს, გონება ჩართე, მაშინ გავატარებთ, როცა ღამე იქნება და შუქები ჩამქრალეთ და ვერავინ ვერ დაგვინახავს. კარგი, მოკლედ დღეს ღამე წავალთ. ხო. ისევ დაგიბრუნდები საყვარელო. გოგოებო, ამან არის მოქმედა, ჩემი კანი ისევ ისეთი ფერმკრთალია. არ ვიცი, მეზიზღება უკვე რა უნდა ვქნა. გოგოებო, ასე ვერ წავალთ, ხო, იმ სახლში? რა თქმა უნდა, არა, ყველა იყვირებს, ქაოსი შეიქმნება, შეეშინდებათ. გოგოებო, სხვა გზა არ გვაქვს, ვარჯიში გვაქვს დღეს. გოგოებო, დღეს სავარაუდოდ ვარჯიშის გაცდენა მოგვიწევს, ასე მართლა ვერ წავალთ, გამორიცხულია. მაგარია გოგოებო, ახლა შეგირიგდით და ვარჯიშზე ფიქრი რომ დავიწყე, უკვე ვაცდენთ. ბოდიში მერი, მაგრამ უნდა ვიფიქროთ. ხო, უბრალოდ ასე ყველას ვერ გავაოცებთ. ჩანდება გოგოებო, დედა ჩემი რო დამირეკავს, როგორ უნდა ვუპასუხო, სახით როგორ უნდა დავენახო და ყველაზე მეტად გამაკურვა იმან, რომ ზაკი ადამიანია. გოგოებო, არც გამახსენოთ, ისედაც ცუდად გრძნობ თავს. ზაკი ადამიანია და მე ზომბი გავხდი, რა უნდა ვქნა? კარგი გოგოებო, ზომბებადაც ლამაზები ვართ, ვერავის ვერ შევაშინებთ, რადგან ჩვენ ვართ ბანი. ბიჭებო, გილოცავთ, თქვენი გოგოები ზომბები გახდნენ. მოიცა ზალი, მომილოცე, ესე იგი ჩემზე დაკნობაზე თანახმო ხარ. მე ჩემს ძმებს მივულოცე, შენ კნობასთან აღარ იქნები. მეგობრებო, და ჩემზე რა სიტყვით, ისე თქვენიც მოვარ.
შენ ყოველთვის ჩემი ძმა იქნები, რა მნიშვნელობა აქვს ზომბი ხარ თუ ადამიანი? და თქვენ რა სიტყვით, ზიპ, საკა და ზალინა. მე არ მოდარდებ საკის ნათესავი არც ვარ. საკ, ნუ ნერვიულობ, უბრალოდ მოვძებნით გზას რომ ზომბი გახდე. სერიოზულად, როგორ? ისეთმა გოგომ უნდა აკოცოს ჩვენ რომ გგავს და ზომბი გახდება. არა, ხო კარგად ხარ. მე ნასია ეჭვიანობს და გაბრაზდება. ამის გაკეთება არ მინდა. კარგი, რამეს მოვიფიქრებთ, თავარია გოგოები ჩვენთან იყვნენ. ხო, ვარჯიშიც არ წასულა. აი ამას გიშვება ღიაკანი. რა კარგი სუნია, რა გვაქვს საჭმელად? ხომ უკვე ისაუსმეთ გოგოებო, ახლა გვაქვს ბარდა და მერი შენ თუ გინდა რომ აქ იცხოვრო, მაშინ ჩემს ძმასთან ზუპთან ერთად უნდა იყო, მისი შეყვარებული უნდა გახდე. ვა, მაგარია, შეყვარებული მეყოლება. მერი. მერი, აბა? არა, მე ზუპთან ერთად ვერ ვიქნები, უნდა ვაკოცო და მისნაირი გავხდე აუცილებლად. ხო, მერი, აბა, ჩვენაირი გახდი. არა, არ მინდა. დიანა, ძალიან ლამაზი ხარ. არ შემიძლია კომპლიმენტები არ გითხრა. მით უმეტეს ასეთი ფერმქთალი კანით. მართლა? მადლობა, ზიპ. გამარჯობა, მასწავლებელ მაიკ, დაკავებული ხართ? ვინ? ბლონდი ვარ, ბლონდი გირეკავთ. შეგიძლიათ ქვევით ჩამოხვიდეთ ტელეფონთან? ბლონდი, უთხარი რომ სასტრაფოა, მასწავლებელ მაიკ, ძალიან მეზარება ზევით ამოსვლა. აბა? ჩამოვა. ძალიან მალე ჩამოვა. გოგოებო, მართლა გონიათ რომ მასწავლებელი მაიკი ამ სახლში ყველაზე ახალგაზრდა რა მოხდა? მასწავლებელ მაიკ, ჩასაცმელი აღარაფერი გვაქვს. ხო, გგონია რომ ძონძებით დავდივართ. გთხოვთ, გაგვიშვით რა საშოპინგოთ. გოგოებო, ვერა, ქალაქი ძალიან შორსაა. ყველაზე ახალ მაღაზიაც კი ჩვენგან ძალიან შორსაა. ხო, მასწავლებელ მაიკ, რამდენად შორსაა? გინდათ რომ ასე ძონძებში ვიაროთ ჩირილდერებმა? მასწავლებელ მაიკ, ამას შეხედეთ, უკვე ხრელები გაუჩნდება. ტაქს გამოვიძახებთ. გოგოებო, ბოდიში, მაგრამ წესებს ვერ დავერხოთ. სახლიდან ვერავინ არ გავა. თქვენ მშობლებს შეუძლიათ დასაცმელი პოსტით გამოგიგზავნოთ. კარგი, მასწავლებელ მაიკ, მადლობა მხარდაჭერისთვის. გოგოებო, ამ გეგმამ არ იმუშავა, ახლა რა უნდა ვქნათ? ვერ გავალთ ამ სახლიდან ვერსად. მოდი ვთქვათ, რომ მე ცუდად ვარ და სასწრაფო მჭირდება. მასწავლებელი მაიკი ამას არ დაიჯერებს. გოგოებო, ხარ და გავუცდათ, რომ ყველაფერი იმისთვის, პატარა მატყუარები ხართ. ახლა რა უნდა ვქნათ? ხო, დისკო სწავლება არის სახლში და ჩვენ ვერაფერს ჩავიცვამთ. იცით რა, 3 დღე ვიშიმშელოთ და ბანისტან სასმელში ჩავეტევით. კარგი იდეა. აი, რითი უნდა გამორკვირო? პიცა დაილოდე, ნახო. მაგარია, რამდენი ხანია სიურპრიზი არ მოგიწყვია. აი, არ გინდა რომ შევცვალოთ, მე ბალიშს ავიღებ და შენ 5 წამოიღებ. კარგი, ხო, ნამდვილი გოგო ხარ. კოსტა, ძალიან საუდიანი ვარ. ხო, დიმა, მესმის მანქანის გარეშე რთულია. მოდი ფრთები ვჭამოთ და უკეთეს ხასიათზე მოხვალ. ერთი სული მაქვს ნახო ეს სიურპრიზი. ფეხბურთელებო, საით? თქვენთან მოვდიოდით. სად მიდიხართ? აღარ ვმუშაობთ, აი სიურპრიზს მიწყობს. პიცა, ახლა სიურპრიზების დრო არ არის. ხო, შემწვარი ფრთები გვინდა. არა, ახლა არ შეგიწევთ, ხო? კარგი, წამოპიცა, ხო იცი მომხმარებელს ყოველთვის უნდა მომიმსახუროთ. არა. წეროები მიფრინავენ. სად? შორს, რამდენი? მიდი 1 2 3 4 დაგიჭირე, კარგი, მოდით კიდევ ერთხელ. გოგოებო, არასწორ რაღაცას აკეთებთ. მოდით ბალიშები მოვქარგოთ. მოვქარგოთ? არა. წეროები მიფრინავენ. სად? შორს, რამდენი? 8 1 2 3 4 5 6 7 8 შენ. გოგოებო, სტუმარი გყავთ. ვინ? კალათბურთელები? არა, მასკოდია, რა უქნა, შემოუშვა თუ გარეთ გავუხდო. გოგოებო, იქნებ კარი არ გავაღოთ და აბა მთელი ცხოვრება დავიმალოთ? გოგოებო, მაგრამ ჩვენ პირობა მივეცით, რომ სახლში გადავიდოდით და ვივარჯიშებდით. ხო, ახლა დაგინახავთ. არ მესმის რა ხდება აქ? შემიძლია უკან დავუბრუნო. არ არის საჭირო, გავაღებ. მასკოტია, ჩვეულებრივია. გოგოებო, წარმატებები, უბრალოდ ჩვეულებრივი ბიჭი არ შეაშინო. ზიპ, ნუ დაგვრცინი. კარგი გოგოებო, ახლა გავაღებთ და ვეტყვით. გამარჯობა მასკოტ, ჩვენ ვართ, გთხოვ, უბრალოდ განსხვავებულები ვართ. ხო, იმედი მაქვს გული არ წაუვა. გამარჯობა მასკოტ, არ შეგეშინდეს. ისევ ბანის ჩირილდერები ვართ. ხო მასკოტ, განსხვავებულები არიან მხოლოდ სახეზე, თორე ისე იგივეები. ხო მასკოტ, დღეს ვარჯიში გამოვტოვეთ, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოვალთ. აი თურმე დღეს რატო არ მოხვედით ვარჯიშზე? მოიცადე მასკოტ, ყველაფერს აგიხსნით. გთხოვ, უბრალოდ მოგვისმინე და არ შეგეშინდეს. გთხოვ. გოგოებო, ხო იცით, მე თქვენი არ მეშინია, მაგრამ ამას თქვენგან არ მოვეულდი. მაგარია მასკოტ, ჩვენც არ ველოდით ამას შენგან. ზურგი შეგვაქცია ახლა? წარმოიდგინე სხვები რას გააკეთებენ.
ამაზე არ უნდა დასთანხმებოდით. ჯანდაბა, ამას მასკოტისგან ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ იცით რა? როგორც უნდათ ისე მოგვექცნენ. ჩვენ ჩერლიდერი ბანი ვართ, დამთავრდა. ბავშვებო, დაგვილაიქეთ ეს ვიდეო. გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და რამე უნდა მოვიფიქროთ ხვალისთვის. დავკრიბდით რომ მივიდოდით ვარჯიშზე. კარგად. აბა გოგოებო, შეაშინეთ მასკოტი. ხო, შეეშინდა.